ემიგრანტებო, როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენს დასაცავად იყო მიღებული, თქვენზე ზრუნავთ საქართველოს მთავრობა და პაპუაშვილი. უბრალოდ სადახართ ეს დაწნახილი ემიგრანტები გამოჩნდით, პაპუაშვილს როს თხოვეთ დაცვა. ხომ უნდა გიცნობდეთ ხალხი, რომ თქვენი ხმა ვერ დაიცავით საზღვარგარეთ და ეხლავე უნდა დაიწყოთ მზადება, რომ 3 წელიწადში ჩაუტანოთ პირადად პაპუაშვილს და იმან დაიცვას. ნეტა მართლა რაც დასაცავია, იმას იცავდეთ. ადამიანის უფლებებს იცავდეთ, ბავშვებს იცავდეთ შიმშილისგან, ბაღებს და ჯარს იცავდეთ, მათი ფული რო აღარავინ მოიპაროს, ბიუჯეტს იცავდეთ, კანონს იცავდეთ ბოლო-ბოლო, საქართველოს მოსახლეობას იცავდეთ, რომ ემიგრაციაში საერთოდ აღარ მოუწიოთ წასვლა, რომ საქართველოში იყოს პირობები, რომ თუნდაც სამუშაო, თუნდაც სამკურნალო, ყოველდღიურად ადამიანები ევროპაში ტოლვილებად რო ბარდებიან იმისთვის, რომ იმკურნალონ. ამდენი ონკოპაციენტი როა, ეგენი დაიცავეთ. პოსტები სავსე როა დაგეხმარეთო, აი ეგ ხალხი დაიცავით. ხმებს არ ჭირდება თქვენი დაცვა. ხალხი ამ რაღაცებს ჩვენ თვითონ დავიცავთ. მით უმეტეს საზღვარგარეთ, სადაც ხელს არავინ არ გვიშლის. რატომ იცავთ ყოველთვის იმას, რაც დასაცავი არ არის? ჩრდილოელი ერთმორწმუნესავით ვიღაცების დასახსნელად რო იჭრება მეზობელი ქვეყნების სახელმწიფოებში და ვიღაცების საშველად. არ ჭირდება ამ ყველაფერს დაცვა. ის დაიცავით, რაც დასაცავია.